სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს. მოგესალმებით ყველას. დღევანდელი თემა არის სამოთხე, თუ სად არის სინამდვილეში სამოთხე და რა ხდება სამოთხეში და რას ამბობენ წმინდა მამები ამასთან დაკავშირებით. ანამდე გთხოვთ, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ და გააზიარეთ ეს ვიდეო, რაც შეიძლება ბევრ და მეტ ადამიანს. გაავრცელეთ ღვთის სიტყვა, წმინდა წერილი. შეიტანეთ თქვენს წვლილი ღვთის ნების და სიტყვის გავრცელებაში. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. რა თქმა უნდა, ამავდროულად თქვენ დაეხმარებით არხს არხის განვითარებაში. სამოთხე არ არის უბრალოდ ლამაზი ადგილი ან სახლი, ხო, მეგობრებო, სადაც ჩვენს ახლობლებს ესე იგი ვნახავთ ან ხვდებით. სამოთხე უპირველეს ყოვლისა ღმერთთან სრული ერთობის მდგომარეობა. ეს არის სულიერი ცხოვრება, სადაც სიხარული, მშვიდობა და სიყვარული მუდამ ესე იგი არის და ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ესე იგი იქ ვნახავთ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს ძმებს, დევს, დედა, მამას, ხო, ჩვენს ოჯახს, ხო? ანუ ჩემი საყვარელი ცხოველს, კატას, ძაღლს, ხო? რომელიც ოჯახის წევრები არის, ხო? ესე იგი ზოგი სახლში. მაგრამ ეს ბუნებრივია, ხო? მაგრამ მთავარი არა ეს. მთავარი ღმერთთან სიახლოვეა. სამოთხე არ არის ჩვენი სურვილების დაკმაყოფილების ადგილი, ხო? არამედ ღმერთთან ყოფნა, რომელიც უსაზღრო სიყვარულით გვავსებს. უსაზღრო სიყვარულით გვავსებს. ეხლა ჩვენ წარმოვიდგენთ ხოლმე ჩვენი რაღაც ადამიანური გონებით, ლოგიკით სამოთხეს, ხო? ეხლა სამოთხის ხილვა ჩვენს გონებაში, მეგობრებო, ძალიან რთულია. რატომ? რადგან ჩვენი გრძნობა, გონება და წარმოსახვა, ხო, სიზუსტით ვერ აღიქვამს უსაზღრო სულიერ სიხარულს. შეიძლება ვთქვათ, რომ სამოთხე ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებიდან აღემატება, რომ ცხოვრება დედის მუცელში აღემატება სამყაროს ახმას. აი კიდევ რა არის, იცით, აი ესე იგი რო ვფიქრობ ჩვენ აი სამოთხე ხო უსასრულობა, ხო, უკვდავის სული, ხო? ანუ ეს უსასრულობა მეგობრებო არ ნიშნავს იმას, აი დღეს დაიწყო და ესე იგი უსასრულოდ არ დამთავრდება არასდროს. სხვა სიტყვებით მარტივად რო ვთქვა, აი თქვა უსასრულობა ეს არ არის მილიარდი და მილიარდი წლები ეს არ არის. არა, მეგობრებო, ეს სულ სხვა არის, მარადიულობა და უსასრულობა ეს კიდე სულ სხვა არის, რაც ჩვენ არ ვიცით, ჩვენ გონებას ვერ ჩაწვდება ადამიანის გონება ვერასოდეს, რაც უფალმა ღმერთმა მოგვიმზადა ჩვენ, ხო? ანუ ღმერთთან ნეტარებაში ყოფნა, ეს წარმოუდგენელია რა. ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში. რა თქმა უნდა ეს 100 მაგად და ვიცი 10,000 მაგად უკეთესი და უფრო რაღაც უსასრულობა, ხო, მაგრამ ვერ ადამიანი ვერ ახსნის ამას. ანუ რა ხდება სამოთხეში, ხო? აი ანუ ერთი იყავით, ესე იგი იწოდეთ, რომ ნამდვილად ცუდი არაფერია, ანუ სიკვდილი, ავადმყოფობა, ბოროტება, სიძულვილი, შური, ეგოიზმი, განკითხვა, ეს არაფერი არ არსებობს. ეს არ არის. ანუ ყველა სულთა სიყვარულით ერთობია. პირისპირ ხედავთ ღმერთს, ხო? გრძნობთ მის უსაზღრო სიყვარულს და ესე იგი სულის სიხარულით ივსება. სიმღერა და ქება სიხარულითა, არა მოსაწყენი მსახურება. მეგობრებო, ღმერთმა ადამიანის შემოქმედად შექმნა, ხო, სამოთხეში ჩვენი შესაძლებლობები სრულად, ესე იგი გამოვლინდება. ახლობლებს შეხვდებით, მაგრამ სიყვარული სუფთა, ეგოიზმისგან თავისუფალი და ყველას, ესე იგი, მოიცავს.
ეგოიზმისგან თავისუფალი, ხო, ეგოიზმისგან თავისუფალი, თქმა უნდა. ეხლა ძალიან მოკლედ მინდა შემოგთავაზოთ რას ამბობენ წმინდა მამები, მეგობრებო, ძალიან საინტერესოა. ნახეთ, აი გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ 64 არის ღმერთთან სრული ერთობაში ცხოვრება, სადაც სული სიხარულით ივსება. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ იქ ცხოვრება მარადიულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მარადიული ეს არის რაღაც სხვა, რაღაც ღმერთთან ყოფნა, რაღაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერ დავიტევთ ამას და ეს გაცილებით უფრო რაღაც სხვარი და ძლიერი ღმერთთან ყოფობა, ნეტარებაში, ანუ უსასრულობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაც სხვა არის, უფრო ძლიერი, უფრო მაგარი, ხო? ესე იგი, იქ ცხოვრება მარადიული, ჭეშმარიტი სიხარულია, ხო, სადაც არ არსებობს ტკივილი და ავადმყოფობა. წმინდა მაქსიმე აღსარებელი ამბობს, მეგობრებო, რომ 64 ღმერთის სიყვარულის გამოცემაა, სადაც ადამიანი სრულყოფილად, ესე იგი, არის სიყვარული. წმინდა სილვან ათონელი ამბობს, 64 არის სულიერი მშვიდობა, სადაც ადამიანი სულით სუფთა ხდება. იქ ადამიანი სამყაროს საზრუნავებს ტოვებს, მეგობრებო, და მთლიანად ღმერთს ემსახურება. ეფრემ სირიელი 64 სავსეა ქებით, ლოცვითა და სიხარულით. წმინდა ანტონ დიდი ამბობს, რომ 64 არის ცხოვრება სულთა სულით, სოდვათაგან თავისუფალი. წმინდა იერონიმე ამბობს, მეგობრებო, რომ იქ ადამიანი სრულყოფილად ხედავს ღმერთს და მასთან ერთობა. აი რას ვაკეთებთ 64-ში. წმინდა სერგი რადონეჟელი ამბობს, მეგობრებო, რომ 64 არის მარადიული სიხარული, რომელიც სიყვარულითა და სიყვარულისთვის ივსება. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ ეხლა? მეგობრებო, რა უნდა გავაკეთოთ და 64 უნდა დავიწყოთ პირველ ყოვლისა ჩვენს გულებში. უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა, უნდა ვისწავლოთ სიკეთის კეთება, უანგარო. და ვისწავლოთ ღმერთის სიყვარული, ლოცვით და საიდუმლოებებით. უნდა მივიღოთ მონაწილეობა ეკლესიის საიდუმლოებებში, უნდა რაც შეიძლება ხშირად ჩავაბაროთ აღსარება, ვეზიაროთ, ავიღოთ მოწყალება, დავეხმაროთ. ვისწავლოთ ესე იგი არა ახლობლების, არა მარტო ახლობლების სიყვარული, პატიება და მოთბინება, დახმარება, არამედ იმ ადამიანების, ვისაც აქეთ არ ველით არაფერს, ხო, ესე იგი უანგაროდ დავეხმაროთ, ვაპატიოთ, მოვითბინოთ, აი მოვიგებთ თუ მოვითბინოთ, ხო? უფალი ხედავს ჩვენ გულს პირველ რიგში, მეგობრებო, და ის შეგვიწირავს, თუნდაც ჩვენ ცივი წყალი ერთი დავალევინოთ, ერთი ცივი წყალი რო დავალევინოთ ადამიანს, ამასაც შეგიწირავთ უფალი. მეგობრებო, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრება ახლა უნდა შევქმნათ. 64-ის მსგავსი სულთა სიყვარულით, ხო, სავსე. 64-ში ვერ წაიღებთ ფულს, ხო, იქ არ არის ეს დოლარის ან ევროს გადასახურდებული პუნქტი. სახლებს ან დიპლომებს. მხოლოდ სიყვარული გადის, სიკვდილის ჭიშკარს. მხოლოდ ჩვენ სიკეთეს, რაც გავაკეთეთ, სიკეთეს, სიკეთე გაუკეთეთ ადამიანებს. ჩვენი კეთილი საქმეები, ხო, ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, ხო, ჩვენ აი ამას წავიღებთ და გვიხსნის 64-ის კარს, სადაც მარადიული სიხარული გველოდება ღმერთთან და ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ადამიანი მხოლოდ ღვთის მადლით დაიმკვიდრებს სათასასოფელოს. ღმერთმა მოგცეთ სულ ყველას, რომ
ესე იგი დავიმკვიდროთ სადასასუფეველი ღმერთმა ქნას და ღმერთმა გვაპატიოს და შეგვინდოს, შეგვიწყალოს ჩვენი ცოდვები, ახოცოს და დაწვას და მოგცეს ძალა რომ გვიყვარდეს, გავიღოთ მოწყალება და კონდეს და წმენა და რაც ყველაზე მთავარია ვიყოთ და დავჩეთ ქრისტეს მიმართ ერთგულნი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესის და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა.